გამარჯობა მეგობრებო, დღეს მინდა გესაუბროთ ამერიკელი მწერლის ჯიმ ტომპსონის წიგნის გაქცევის შესახებ, The Getaway, ესე ჰქვია. ამ წიგნს და ამ წერალს არ ვიცნობდი, საერთოდ არ მქონდა გაგებული, სიმართლე რომ გითხრათ. უბრალოდ გადავწყვიტე, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კომიკოსის ენტონი ჯეზელნიკის Book Clubs გავუყვე. მან გადაწყვიტა, რომ დაიწყოს წიგნის კლუბი. სხვათა შორის ძალიან მაგარი კომიკოსი არის, ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი და საპატივცემულო, განსაკუთრებით იმ მხრივ, რომ აქვს ეგრეთ წოდებული edgy იუმორი, რომელსაც ძალიან ბევრი თანამედროვე კომიკოსი ცდილობს რომ მიაწვეს, ოღონდ ისინი რაღაცნაირად რასიზმის და არაპოლიტკორექტულობის ზღვარზე ან პირიქით ზღვარს გადასული ხუმრობებით ცდილობენ ხოლმე რაღაცა ეს ეგრეთ წოდებული edgy-ობა წარმოაჩინონ თავისი და ჯეზელნიკს ეს ძალიან კარგად გამოსდის თავისი სტილიდან გამომდინარე, რომელსაც უკვე ძალიან დიდი ხანია გვთავაზობს და ხშირად აკრიტიკებს ხოლმე ზუსტადაც აი ამ კომიკოსებს, რომელზეც ამბობს, რომ გავიგეთ, რომ რაღაცა ხუთი ხუმრობა არსებობს ტრანსგენდერ ადამიანებზე და ამ ხუთ იმას რომ ყვები 30,000 ვარიაციით, იმიტომ აღარ ევასები ხალხს და არა იმიტომ რომ ვითომ ყველანი შენ გებრძვიან იმისთვის რომ სიტყვის თავისუფლება ჩაახშოს და რაღაცა და მოკლედ იდეურადაც და იდეოლოგიურადაც ამ ბიჭს ვეთანხმები, ძალიან კაი ტიპია და აღმოჩნდა რომ ძალიან ნაკითხი ადამიანი არის და გადავწყვიტე რომ თვითონ გადაწყვიტა რომ დაეწყო წიგნის კლუბი და პირველი წიგნი, რომელიც გამოაგდო, ეს იყო ჯიმ ტომპსონის The Getaway, რომელიც წავიკითხე, პატარა წიგნი არის მოცულობით. It's okay, მომეწონა. crime drama არის, ანუ დეტექტივი, ქართულად რო ვთქვათ და ზოგადად დეტექტივების მიმართ რაღაცა სკეპტიკური დამოკიდებულება არის ხოლმე რაღაცა ლიტერატურის მოყვარულების მხრიდან, იმიტომ რომ თითქოს უფრო რაღაცა დაბალი რანგის ჟანრად ითვლება, არა და სინამდვილეში ძალიან ბევრი აღმატებული ლიტერატურის ნიმუში შეგვიძლია ვნახოთ. ეხლა თავისთავად ნებისმიერი თინეიჯერი, რომელიც კითხავს, რომ აი რაღაც რა წავიკითხო, პირველი რასაც ურჩევენ, ყოველ შემთხვევაში ეხაც ხდება ხოლმე ამ ტიპის რჩევები, მაგრამ აი ჩემს ბავშვობაში ნომერ პირველი რეკომენდებული წიგნი იყო ხოლმე Sherlock Holmes, რომელიც არის დეტექტივი, crime drama, დოსტოიევსკის დანაშაული და სასჯელი. crime drama არის, გასაგებია რომ იქ რაღაცა ფსიქოლოგიური ტრილერი და სიღრმეები და რაღაცეები, რომელსაც სხვათა შორის შემაწუხა თავის დროზე რომ წავიკითხე, იმიტომ რომ არ შემეძლო ამ კაცის მოთქმა გოდება, მაგრამ ჟანრობრივად ეს არის crime drama. თან ძალიან მიყვარდა ზოგადად თინეიჯერობაში ეს ჟანრი, იმიტომ რომ ბაბუა ჩემს უყვარდა ძალიან დეტექტივები და შესაბამისად მსოფლიოს დეტექტივები იყო ესეთი სერია, რომელიც გამოდიოდა სხვათა შორის ძალიან კარგი თარგმანები იყო და ყველაფერს ყიდულობდა ხოლმე ბაბუა ჩემი და ის რო ყიდულობდა მე ვკითხულობდი ხოლმე და ამითი გავიცანი მაგალითად აგათა კრისტი ხო ყველაფერი წაკითხული მქონდა ამ სერიიდან და ამ სერიის დამსახურებით და აქვე მადლობას გადავხდი იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სერიას თარგმნიდან და გამოსცემდნენ და ასევე მაშინ გავიცანი ესეთი მწერალი ჯეიმს ჩეიზი, რომელიც ძალიან მაგარ დეტექტივებს წერდა და ეს რაღაცაა თან მე ამაყებოდა, რომ ეხლა აგათა კრისტი და Sherlock Holmes-ი ყველა მიცოდა, მაგრამ აი ჯეიმს ჩეიზის ფანი რო ვიყავი თინეიჯერობაში, ეგ რაღაცნაირად ცალკე თვითონ მაგარი როჟა ვიყავი. ხო და ნუ მოკლედ ეს ჟანრი ძალიან მიყვარდა ყოველთვის და გადავწყვიტე რომ მე თან ზოგადად ამერიკული დეტექტივები ძალიან მიყვარდა. ხო და გადავწყვიტე რომ რატომაც არა საინტერესო იქნებოდა თან ჟანრობრივად ყოველთვის საინტერესო არის, მით უმეტეს ხა ადამიანი, რომელსაც გინდა რომ წერო და მწერალი იყო, აუცილებლად საჭირო არის ის, რომ იკითხო რაც შეიძლება მეტი და ყველა ჟანრში როგორი წიგნიც არ უნდა იყოს, ცუდი წიგნებიც ბევრი უნდა იკითხო იმ ადამიანმა, ვისაც გინდა რომ წერო, იმიტომ რომ ცუდი წიგნებიდანაც ისწავლი ბევრ რაღაცას, მაგალითად იმას თუ როგორ არ უნდა დაწერო რაღაცა. ხო და შესაბამისად რაც ხელს ჩამივარდება ხოლმე წიგნი ყველაფერს ვცდილობ რომ წავიკითხო და ამიტომ ესეც ავიღე ხელში და ელექტრონულად არა უშავს, კარგი წიგნია. მე ესეთი ჩვევა მაქვს ხოლმე რა, როდესაც რაღაცას წავიკითხავ, მაინტერესებს ამის ეკრანიზაცია როგორ არის და თუ თქვათ არ მაქვს ეკრანიზაცია, მანამდე ნანახი წაკითხომდე, მე რო წავიკითხავ, მე ეკრანიზაციას ვნახულობ ხოლმე და მაინტერესებს როგორ გააკეთეს ეს ყველაფერი. ხო და ხანდახან არის ხოლმე პირიქით რა, აი მაგალითად ჯერ იყო ამ შემთხვევაში მე რობოტი აზიმოვის ჯერ ფილმი ვნახე და მე წავიკითხე და
მაგაზე ცალკე ვისაუბრებ და ცალკე გავაკეთებ აუცილებლად ვიდეოს იმ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩის თუ რა შემრჩა ხელში სინამდვილეში, როდესაც მე რობოტის ფილმიდან გამომდინარე წაკითხვა გადავწყვიტე. რობ როი იყო მაგალითად კიდე რომელიც ჯერ ფილმი ვნახე და მერე ვოლტერ სკოტის დავიკითხე და საერთოდ განსხვავებული რაღაცა არის. Fight Club იყო სხვათა შორის ეს ასევე ჯერ ფილმს უყურე და მერე დამაინტერესა რომ ეს როგორ ქონდა. ხო რო წავიკითხე ხოლმე მაინტერესებს ეს როგორ გადაიღეს, მაგრამ ამ Fight Club-ის შემთხვევაში დამაინტერესა ეს როგორ ქონდა დაწერილი პალანიკს და საერთოდ გაუცებული დავრჩი. ძალიან მაგარი წიგნია, ჩემი აზრით წიგნი ბევრად ჯობია. ბევრი ადამიანი ამბობს რომ ფილმი უკეთესია, მაგრამ ფილმი კარგია თავის პონჩი, როგორც თვითმყოფადი პროდუქტი და ძალიან მიყვარს, მაგრამ წიგნი ბევრად უფრო მაგარი არის, იმიტომ რომ იქ მთხრობელის პატარ-პატარა კომენტარები და იუმორი ძალიან მაგრად ჩანს წიგნში და შესაბამისად მე წიგნი ბევრად უფრო მომეწონა. ხო და ამ შემთხვევაში წიგნი ჯობია, ბევრად ჯობია. ორი ეკრანიზაცია არსებობს ამ რომანის, ერთი რომელშიც სტივ მაკვინი თამაშობს და მეორე არის ალეკ ბოლდვინის 1994 წელს არის გადაღებული და საოცარი სამსახიობო დასია. ალეკ ბოლდვინი, კიმ ბესინგერი, მაიკლ მედსენი, ფილიპ სეიმურ ჰოპმანი, ჯეიმს ვუდსი, ჯენიფერ ტილი. ჯერ მარტო სამსახიობო დასს რო წაიკითხავ, რაღაცა საოცრება უნდა იყოს წესით რა და როგორი რაღაცა არის, რომ ხანდახან არის ფილმები, რომელიც არ ვარგა, რაღაცა სიუჟეტში აქვს გარღვევა, ან შეიძლება სუსტი დიალოგები ან რაღაცა ესეთი რა, მაგრამ აი სამსახიობო დასი მიათრევს ბეჭებზე, იმიტომ რომ ძალიან მაგრად თამაშობენ და რაღაცა სიღრმეს გთავაზობს მსახიობი იმით თუ როგორ აქვს განსახიერებული რაღაც ეგრეთ წოდებული hate watching-ით ვიყავი დაკავებული, ესე იგი 90-იანი წლებში ხო ძალიან ბევრი მაგარი ფილმი გამოვიდა და განსაკუთრებით ახლა ჩემი ბავშვობა არის და მაშინდელი ფილმები ხო ყველას ნოსტალგიურად გვისწორდება და რაღაცა. მაშინ რომ ენახა შეიძლება რაღაც მომენტში ალბათ იმიტომ რომ ეხა ბავშვობაში ეგეთ რაღაცებს არ აქცევ რა ყურადღებას რა რაღაც აღმატებულ სიუჟეტურ თემებს და დიალოგებს თუნდაც ან რაღაცა იქ პერსონაჟის ზედაპირულობას და ასე შემდეგ და მაშინ შეიძლება და ეხა რა ვიცი 10 წლის ასაკში რომ ენახა 94 წელს შეიძლება მომწონებოდა ეს ფილმი მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ეგრეთ წოდებული ბაევიკი 90-იანი წლების დროინდელი, რომელიც ოდესმე მინახავს. საშინელება. ჯერ ერთი ხო თითქმის არაფერი საერთო არ აქვს რომანთან. ორ-ორი ეპიზოდი არის, რომელსაც რაღაცა საერთო აქვს. ისიც მთელს სიუჟეტთან არანაირი კავშირში არ არის და ძირითადი კავშირი რაც არის ფილმსა და მაკვინის შემთხვევაში იგივე თემა არის. პერსონაჟების სახელები და გვარები აქვს აღებული ერთ და იგივე რა. დანარჩენი აბსოლუტურად და პროფესია რომ ძარცველი არის და გარბიან უნდათ რომ მექსიკაში გადავიდნენ. მაიკლ მედსენი ვნახე, მეგრევე მივხვდი რომ ეს იქნებოდა მთავარი ანტაგონისტი ვინც არის რუდი ტორენტო, მაგის როლში იქნებოდა მაიკლ მედსენი რა. ხო და მაიკლ მედსენი ძალიან მაგარი მსახიობი არის და შესაბამისად მაგრად გამისწორდა, იმიტომ რომ მაინტერესებდა როგორ განასახიერებდა რუდი ტორენტოს, რომელიც არის ძალიან ისეთი ქაოტური პერსონაჟი, რომელიც სასტიკი არის, პარანოიკი არის, ბოროტი არის, მაგრამ თან მისი ეს სიბოროტე იქიდან არის გამომდინარე, რომ ბევრი ტრამვები აქვს გადატანილი და შესაბამისად უნდობლობა აქვს ადამიანების და მოკლედ აი ესეთი პერსონაჟი მაიკლ მედსენის ხელში მაინტერესებდა როგორი იქნებოდა. საშინელება, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი როლი არის მაიკლ მედსენის, რომელიც მინახავს. დანარჩენებზე არა. ჯეიმს ვუდსი, რომელიც 90-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ანტაგონისტი მსახიობი არის რა, რომელიც ისეთ ფილმებში აი ჯეიმს ვუდსი რომ დაინახავ ამ ესე იგი მაშინდელ color correction-ში და რაღაცა გადაღების სტილში და ამბავში, ეგრევე ეს რაღაც ნოსტალგიურობა მოაქვს რა, იმიტომ რომ ჯეიმს ვუდსი იყო ეგ ტიპი, რომელიც ეგეთ ბოროტ პერსონაჟებს ასახიერებდა ხოლმე, ხო? საშინელება. არავის არ გიჩვევთ რომ ეს ფილმი ნახოთ, არც სტივ მაკვინის არ ვარგოდა და არც ეს. ეხა შუალოდ ნაწარმოებზე რომ გესაუბროთ. მარტივი სიუჟეტი არის, რომელიც სხვათა შორის დასასრული რომ არა, ალბათ
ძალიან რაღაც ჩვეულებრივი რომანი იქნებოდა მძარცველებზე, რომელიც რაღაც მომენტში შეიძლება იმდენ რამდენადაც 1959 წელს არის გამოსული და რაღაც გადაღეჭილად არ შეიძლება ჩაითვალოს მაგის გამო, იმიტომ რომ მაშინ არის დაწერილი. ეხლა რომ დაწეროს ვიღაცამ ეგეთი რომანი, კიდევ უფრო მეტად გადაღეჭილად ჩაითვლება რა, მაგრამ აი ამის მიუხედავად დასასრული აქვს ისეთი, რომ მთლიანად ცვლის ჟანრს. არა მარტო სიუჟეტი იცვლება, არამედ ჟანრი იცვლება მთლიანად და გასაგებია ხა ნუარი არის იდეაში, მაგრამ ამ ყველაფერში თან მე რაღაცნაირად შემოდის ურბანული ფოლკლორი. და ურბანული ფოლკლორი თან მექსიკური ურბანული ფოლკლორი, აი მექსიკურ-ამერიკული სასაზღვრო ურბანული ფოლკლორი შემოდის და ჩემი აზრით ძალიან მაგარი იქნებოდა ეს ფილმი რომ გადაეღო აი იმ სამსახიობო დასით მაგალითად თუნდაც ტარანტინოს ან რობერტ როდრიგეს რო გადაეღო ეს ფილმი იმ სამსახიობო დასით და სცენარი რაღაცა ის კი არ მოეკვანჩხა რაც ამ ფილმის სცენარისტმა გააკეთა არამედ რომ გაყოლოდა მაგალითად პირდაპირ აი ამ სიუჟეტ ძალიან მაგარი ფილმი გამოვიდოდა მაგრამ სამწუხაროდ ესეთი იმედგაცრუება ფილმებში ძალიან დიდი ხანია არ განმიცდია მოკლედ აქ რაც შეეხება თვითონ ამ ნაწარმოებს რა ძალიან ესეთი მარტივი სიუჟეტი არის დოკ მაკკოი ესეთი პროფესიონალი ქურდია მძარცველი რომელზეც სხვათა შორის ძალიან კარგად აღწერს პერსონაჟებს ტომპსონი და ძალიან მარტივად წერს არა გადაპრანჭულად და რაღაცნაირად ისე ახერხებს რომ მაგალითად ეს მომეწონა მისი წერის სტილი იმ ხრივ რომ ძალიან პატარა აღწერებს გვთავაზობს აი ერთ აბზაცში შეიძლება იყოს აღწერილი პერსონაჟის რაღაცა გრძნობა ან მისი შეგრძნება ან რეაქცია რაღაცის მიმართ მაგრამ ეგრევე გაჩვენებს რა როგორი ტიპი არის რა უნდა რა გამოცდილება აქვს თავის ცხოვრება და შესაბამისად რატომ აქვს ესეთი შეგრძნებები და ესეთი რეაქცია რაღაცის მიმართ და ამითი ძალიან კარგად გვაცნობს სხვადასხვა პერსონაჟებს. აი ეს პატარ-პატარა წერტილოვანი აღწერები პერსონაჟების გაცნობისა აქვს ძალიან კარგად გაკეთებული და ძალიან მომეწონა ამ მხრივ. იწყება იმით რომ დოკ მაკკოი არის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ჩასული იქ ჩერდება ერთ-ერთ რაღაცა უაზრო სასტუმროში და დაგეგმილი აქვს ბანკის გაძარცვა. მეორე თავში გადავდივართ უკვე მის პარტნიორებთან, რომლებიც ქალაქიდან მოშორებით რაღაცა ფერმაში არიან ჩასახლებულები, მიტოვებულ ფერმაში და დათქმულ დროს უნდა მივიდნენ ამ ქალაქში, შევიდნენ ბანკში, გამოიტანონ ფული და წავიდნენ და მერე მესამე თავში ვხვდებით უკვე მაკკოის ცოლს და ეს პირველი სამი თავი არა 4 პირველი 4 თავი არის ერთი დრო აი ეს ერთი დროითი მონაკვეთი როდესაც სხვადასხვა პერსონაჟის ქცევებით და მოქმედებებით გვიყვება ბანკის ძარცვის შესახებ. ეხლა ეს არც სპოილერი არ არის, იმიტომ რომ რაც სხვათა შორის ძალიან მომეწონა ის რომ მთელი ეს რომანი არის იმაზე რომ ეს ხალხი გარბის. ოღონდ ვინ მოსდევს არ ვიცით რომ პოლიცია მოსდევს რა ოღონდ ეს პოლიციელები რას აკეთებენ რას იძიებენ რა იციან რა არ იციან ეს ამის შესახებ არაფერი ჩვენ არ ვიცით იმიტომ რომ მთელი ეს გაქცევის პროცესი მოთხრობილი არის აი ამ კრიმინალების პერსპექტივიდან და შესაბამისად პოლიციაზე და დევნაზე ვიგებთ იმდენს რამდენიც ამ პერსონაჟებმა იციან და ესაა ძალიან კარგი რა იმიტომ რომ აი ეს წინა ვიდეოშიც აღვნიშნე მე რომ როდესაც ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ წერალს ეშლება ის რომ რაც იცის თვითონ ის არ იცის პერსონაჟმა ან რაც იცის მკითხველმა ის არ იცის პერსონაჟმა და პერსონაჟი ისე იქცევა ხოლმე და ისეთ რაღაცას ამბობს იმიტომ აკეთებს ამას რომ წერალმა იცი თვითონ კი არ იცის ეს პერსონაჟმა და ბუნებრივად კი არ გააკეთა და ბუნებრივად კი არ გადადგა ეს ნაბიჯი არამედ იმიტომ ქნა ეს რომ წერალს უნდოდა რომ ეს გაეკეთებინა რა და ამ შემთხვევაში აქ სხვანაირად არის რა ჩვენ ინფორმაცია დევნის და მდევარის შესახებ ვიცით რადიოდან ხანდახან და იმიდან რა ქვია გაზეთიდან
შეიძლება. და აი ამ მწირი ინფორმაციის მიხედვით დოკ მაკოის აქვს ათვისებული მთელი ის, იმიტომ რომ პროფესიონალი ქურდია, პროფესიონალი მძარცველია, იცის როგორ უნდა მოქმედებს, იცის როგორ მოქმედებს სისტემა, როგორ მისდევენ, სად რა იქნება, როგორ რა შეიძლება დაელოდოს და აი ამ თავისი გამოცდილების და იმ მწირი ინფორმაციის და ალღოს მიხედვით გარბის მექსიკისკენ. საერთოდ არ ბრუნდებით იქ რა გამოძიება მიდის და რა დაადგინა და ვინ იძიებს, საერთოდ არაფერი არ ვიცით. იქ როგორც კი ეს პერსონაჟები ბანკს და იმ ქალაქს ტოვებენ, Beacon City არის ეს ქალაქი, ჩვენ ვტოვებთ, აღარ უბრუნდებით საერთოდ. და ეს ძალიან მომეწონა, აი თხრობის ეს სტილი, რომ მთლიანად აი ამ ხალხს მიყვება რა, აი არაფერი რაღაცა მინიშნებები და ინფორმაციები იმ ყველაფერთან არ არის, მოკლედ სიუჟეტურად და დრამატურგიულადაც ძალიან კარგი ნამუშევარი არის. დავინე რაღაც მომენტში აი რო ვფიქრობდი, რომ ალბათ ამ წერილისას არაფერს აღარ წავიკითხავ მეთქი, იმიტომ რომ ნუ გავიგე რა, მეთქი რაღაცა. მაგრამ იმისთან ტვისტი და ეს ტვისტი ის კი არ არის, რომ რაღაცა უცებ მოულოდნელობა მოხდა და არიქა გაუმაკვირვა და რაღაცა. აი სხვა რაღაცა მოხდა რა საერთოდ. სპოილერიც კი არ იქნება რომ თქვა ეხა, მაგრამ ნუ არ არის საჭირო რომ თქვა, თუ წაიკითხავთ, კარგი იქნება, მაგრამ აი ეს დასასრული და რაღაცნაირად ბნელი დასასრული არის, თან შავბნელი დასასრული არის. თან არც კრავს სიუჟეტს რა, ანუ აი ეს პერსონაჟები მიდიან სადღაც და მერე რაღაცა ხდება. რომელიც არც ესე იგი ლოგიკური დასასრული არ არის რეალურად რა ამ ყველაფრის, მაგრამ თან ლოგიკური დასასრული არის და თან რაღაცა ფილოსოფიური დასასრულია, თან ეს რაღაც როგორც აღნიშნე მექსიკურ-ამერიკული урბანული ფოლკლორის თემად შემოდის, თან ეს კლასიკური ამერიკული რაღაცა ნუარ დეტექტივის გემოც დაჰკრავს ამ ყველაფერს და ხო და მოკლედ ძალიან ისეთი საინტერესო ნაწარმოები იყო ამ მხრივ და ეხა ვერ ვიტყვი რომ მაინც და მაინც გადარეული ვარ და ყველას გირჩევთ რომ წაიკითხოთ, მაგრამ იმ მხრივ რომ აი ამერიკული ლიტერატურა და ამერიკული დეტექტივები ვისაც გაინტერესებთ, საკმაოდ ისეთი კარგი, ადვილი მარტივი წასაკითხია, მცირე მოცულობის წიგნია, ძალიან დინამიური არის. ჩემი აზრით ძალიან კარგი არის ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც მწერლობა უნდათ რომ წაიკითხონ, იმიტომ რომ აი ეს აღწერა და პერსონაჟების გაცნობა და მათი ამბების მოყოლა და რაღაცა გაანალიზება. დინად მარტივად, მაგრამ მაინც ღრმად აქვს გაკეთებული, რომ აი ეს ტექნიკა, წერის ეს ტექნიკა რო აითვისო ადამიანმა ძალიან სასარგებლო რაღაცა იქნება. მოკლედ ვიტყოდი რომ კი, თუ ხელს ჩაგივარდებათ ეს წიგნი, ქართულად ნათარგმნი რამდენად ვსნახი არ არის. თუ ხელს ჩაგივარდებათ ეს წიგნი და განსაკუთრებით ამ შემთხვევაში ემიგრანტებს გეტყვით, რომ ალბათ ძალიან ადვილად მოიპოვება ეს წიგნი თუ ნახავთ ბიბლიოთეკებში ამერიკაში ან მეორად წიგნებში, რომელიც უამრავი მაღაზია არის და $60 აუცილებლად იპოვით ამ წიგნს და რავი ადვილად და კარგად წასაკითხის არის, რომელიც კიდევ ერთხელ კარგად გაგაცნობთ ამერიკულ მენტალიტეტს, კულტურას, ლიტერატურულ წერის სტილს და ასე შემდეგ. მოკლედ, აი ეგეთი ამბავი. დიდი მადლობა რომ ისმენდით, თუ აქამდე მოხვედით და აქამდე უსმინეთ ამ ვიდეოს, გთხოვთ რომ დაალაიქოთ და გამოიწეროთ ეს არხი. დიდი მადლობა.